ვიკიდე უჟანგავი ფოლადის დეტალი და ჟანგი გაუჩნდა. მეტავ ქალბია? სალამი ინჟინერის მოყვარულებო. წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაცია. იყიდეთ უჟანგავი ფოლადის დეტალი და მან ჟანგვა დაიწყო. ეხლა კი ფიქრობთ, მეტავ კალბი ხომ არ მოკრიდეს? ბოლოს და ბოლოს, უჟანგავი ფოლადი ხომ არ იჟანგება, არა? ეს საკმაოდ გავრცელებული იმედგაცრუებაა და პასუხი შეიძლება იყოს როგორც დიახ, ასევე დამოკიდებულია. დღეს გავმიჯნავთ მითს და რეალობას და ადიხსნით, რატომ ჟანგავს ზოგიერთ უჟანგავ ფოლადი. როგორ ამოვიცნოთ მასალები, რომლებიც თავს 304 უჟანგავ ფოლადად ასაღებენ, მაგრამ სინამდვილეში არ არიან? და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოტყუებულები არ დავრჩეთ? მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რა არის უჟანგავი ფოლადი და რატომ არ უნდა ჟანგავდეს იგი? უჟანგავი ფოლადი არის ფოლადი, რომელსაც აქვს საკმარისი ქრომი, მინიმუმ 10.5% ქრომი, რათა შექმნას ძალიან თხელი და მჭიდროდ მიმაგრებული ქრომის ოქსიდის პასიური ფენა. ზედაპირზე ეს ფენა მოქმედებს როგორც თვითაღდგენადი ფარი. თუ ის დაიკაწრება, ჟანგბადის არსებობისას თავად აღდგება და ხელს უშლის ჟანგის გავრცელებას. 300 სერიის ფოლადებში, როგორიცაა 304, ეს დაცვა ნიკელის საშუალებით ძლიერდება, დაახლოებით 8-დან 11%-მდე. მაგრამ მოიცადე, თუ უჟანგავი ფოლადი თავის თავს იცავს, რატომ ჩნდება ხოლმე ჟანგი? არა ყველა დაჟანგვა უჟანგავ ფოლადზე ნიშნავს, რომ ფოლადი ცუდია ან კალბია. შეიძლება ზედაპირული დაბინძურება იყოს რკინის ნაწილაკებით, მაგალითად ფოლადის ჯაგრისით ან ჭრისას წარმოქმნილი მეტალის მტვერით. შეიძლება არასწორად იყოს მითითებული, რადგან მხოლოდ ერთი ტიპის უჟანგავი ფოლადი არ არსებობს. არსებობს პროდუქციის მთელი სპექტრი. ანუ არსებობს უჟანგავი ფოლადის სხვადასხვა ტიპები, სხვადასხვა კოროზიის მიმართ გამძლეობით და მნიშვნელოვანია თითოეული გარემოსთვის შესაბამისი ფოლადი სწორად განსაზღვროთ. ამიტომ არასწორი სპეციფიკაცია შეიძლება სერიოზულ პრობლემებს გამოიწვიოს. ეხლა არსებობს სიტუაცია, როდესაც კოროზიის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. როდესაც მასალა, რომელიც როგორც 304 მოკრიდეს, სინამდვილეში 200 სერიის ფოლადია, ეგრეთ წოდებული ყალბი 304, და რა არის ყალბი 304 და რატომ წარმოადგენს ის პრობლემას? ბოლო წლებში ბრაზილიაში გავრცელდა 200, ანუ 2XX სერიის ფოლადები, რომლებიც რეკლამირდება როგორც 300 სერია ან 304 ტიპი. ეს ფოლადები შექმნილია ხარჯების შესამცირებლად, სადაც ნიკელის ნაწილი მანგანუმით იცვლება, რის შედეგადაც მიიღება უფრო იაფი მასალა, მაგრამ ბევრ ყოველდღიურ პირობებში კოროზიის მიმართ ნაკლებად განძლება. მაშინ, როცა ნამდვილი 304 ფოლადი შეიცავს დაახლოებით 8-11% ნიკელს, ახალი 2XX სერიის ფოლადები, რომლებიც 304-ის სახელით იყიდება, შეიცავს მხოლოდ დაახლოებით 1% ნიკელს. და ეს განსხვავება გადამწყვეტია კოროზიის მიმართ გამძლეობისთვის. რატომ ამცირებს ნიკელის შემცირება უჟანგავი ფოლადის კოროზიის მიმართ გამძლეობას? ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნიკელი უბრალოდ საფარია, მაგრამ სინამდვილეში ის მოქმედებს შენადნობის შიგმით, აძლიერებს აუსტენიტურ ფაზას და ეხმარება ქრომს, რომ უკეთ შეასრულოს თავისი ფუნქცია. შეინარჩუნოს დაუზიანებელი პასიური ფენა. და როცა ეს ნიკელი ძალიან იკლებს და მას მანგანუმით ანაცვლებენ, მასალა შეიძლება მაინც შეინარჩუნოს აუსტენიტი. მაგრამ კოროზიის მიმართ მდგრადობა, განსაკუთრებით ქლორიდების შემცველ ხსნარებში, როგორიცაა სამზარეულოები, სანაპირო ზოლი და სარეცხი ზონები, როგორც წესი იკლებს. ტესტირებებისას პრაქტიკაში 2XX სერიის ფოლადები, როგორც წესი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან პიტინგისა და დაძაბულობის ქვეშ კოროზიისკენ იმ გარემოებში, სადაც 304 უფრო მშვიდად უმკლავდება. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, ნაკლები ნიკელი, როგორც წესი ნიშნავს, მეტ რისკს ლაქებისა და პიტინგის, სადაც ჟანგი აქსუდად დაგენახათ. რაც შეეხება ქრომს, ისიც იცვლება ნამდვილი 304-დან კალბ 304-მდე. დიახ, და ეს მნიშვნელოვანია. ტიპური 304 შეიცავს დაახლოებით 18%-დან 20%-მდე ქრომს. მაშინ, როცა ბევრი 2XX სერიის ფოლადში, ეს მაჩვენებელი 13-დან 16%-მდეა. შეიძლება ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ ქრომის შემცირება ასუსტებს უნარს, შეიქმნას და შენარჩუნდეს პასიური ფენა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედაპირი გახეხილია ან გაწმენდილია.
ან როცა კონტაქტშია მარილებთან და ქლორიან მათეთრებელთან. რადგან უჟანგავი ფოლადის დაცვა პირდაპირ ქრომზეა დამოკიდებული, ამ შემცირებას პლუს უფრო დაბალ ნიკელს შეუძლია იდეალური პირობები შექმნას ჟანგისთვის, რომ ადრე გაჩნდეს და ეს მხოლოდ დასაწყისია. 200 სერიის სხვადასხვა შემადგენლობაში. ნახშირბადის დონე უფრო მაღალია ვიდრე 304-ში, რაც ზრდის სენსიტიზაციის ტენდენციას, ანუ ქრომის კარბიდის წარმოქმნას. და ეს ხსნის გზას ინტერგრანულური კოროზიისთვის. გარდა ამისა, გოგირთან დაკავშირებული სულფიდური ჩართვები წარმოადგენს პიტინგის წარმოქმნის ტიპური საწყისი კერებია. მაგრამ მაშინ როგორ დავიცვათ თავი ტინდვისას და არ მოგვატყუონ? პირველი დაცვა მკაფიო ნომენკლატურა. მოძებნეთ პირდაპირ მითითებული AISC 304 ან UNSS 304.00 და მიწოდების სტანდარტები, როგორიცაა ASTM-E 2 140 ფურცლებისა და ზოლებისთვის. ეჩვი შეიტანეთ გუნდოვან აღწერებში, როგორიცაა 300 სერია თუ ტიპი არ არის მითითებული და გაურკვეველ სავაჭრო სახელებში, როცა გამყიდველი თავს არიდებს 304-ის თქმას. იქავით ყურადღებით 200 სერიის 201, 202 და მსგავსი აღნიშვნების მიმართ. მათ შორის ბაზრის ვარიანტები, როგორიცაა თვითგამოცხადებული 300 სერია, რომლებიც დაბალი ნიკელის ალტერნატივებია. მნიშვნელოვან შესყიდვებში მოითხოვეთ ხარისხის სერტიფიკატის შემადგენლობით და მას უნდა აჩვენებდეს ნიკელის შემცველობა 304-ის დიაპაზონში, ასევე შესაბამისი რაოდენობის ქრომი. ამ ფოლადებიდან ზოგი იყიდება მოდელის სახელებით, მაგალითად თვითგამოცხადებული 300 სერია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის AISC 304 სერიის ფოლადი. AISC 304 წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც დადგენილია ამერიკის რკინისა და ფოლადის ინსტიტუტის მიერ ქრომ-ნიკელის აუშტენიტური უჟანგავი ფოლადისთვის. იგი ცნობილია თავისი სიმტკიცითა და კოროზიისადმი გამორჩეული მდგრადობით, გამოიყენება ქიმიურად მკაცრად კონტროლირებადი შემადგენლობით. მეორეს მხრივ, თვითგამოცხადებული სერია 300 არის უჟანგავი ფოლადის აღნიშვნა, რომელიც შემუშავებულია როგორც უფრო ეკონომიური ალტერნატივა, თუმცა არ იცავს ტრადიციულ სტანდარტებს. რადგან მას არ მართავს კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტი, როგორც ეს ხდება სტანდარტიზებულ ფოლადებთან AISC 304. შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში ეს არის კომერციული აღნიშვნა. სერია 300-ის აკავშირებენ, რათა იგი 304-ად წარმოჩინონ. ეს მოდიფიკაცია იძლევა მასალას, რომელიც ნაკლებად ღირს, თუმცა აქვს კოროზიისადმი ნაკლები გამძლეობა უფრო აგრესიულ გარემოში. თუ შევადარებთ ნამდვილ AISC 304-ს. და ის წესი, რომელიც თითქმის ყველა ფერზე ვრცელდება ცხოვრებაში, აქაც მოქმედებს. როცა რაღაც ზედმეტად კარგია, ეჭვი უნდა შეგეპაროს. ანუ, როცა ფასი ძალიან კარგია, რო სიმართლე იყოს, ეს თითქმის ყოველთვის ნიშნავს დაბალ ხარისხს. და ამით არ მთავრდება. ზოგიერთ დაბალი ნიკელის შენადნობაში დამატებულია სპილენძი საკმაოდ მაღალი შემცველობით, ობით, რათა დაარეგულირონ თვისებები მასალებისა და მოწყობილობებისთვის, რომლებიც საკვებთან კონტაქტში არიან. ბრაზილიაში ანვიზას რეზოლუცია RDC ნომერი 20 ადგენს ზღვას. და ამ მეტალურ მასალებში არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი მინარევები, რომლებიც შედგება ტყვიის, არსენის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ანტიმონისა და სპილენძისგან. ერთობლივად განხილული, ხოლო ინდივიდუალური ზღვარი არსენისთვის, ვერცხლისწყლისთვის და ტყვიისთვის არ უნდა აღემატებოდეს 0.01%-ს. რადგან ფსევდო 304-ში სპილენძი მნიშვნელოვან დონეზეა, ეს დამატებით სიგნალს იძლევა საკვებთან კონტაქტისთვის გამოყენებისას. და თუ ეჭვი გაქვთ, მოითხოვეთ ლაბორატორიული ანგარიშები და თავიდან აიცილეთ კრიტიკული გამოყენებები. მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა: ვიყიდე უჟანგავი ფოლადი და უკვე გაჩნდა ჟანგი. პრაქტიკაში რა უნდა გავაკეთო? პირველ რიგში, სცადეთ ზედაპირული დაბინძურებების მოცილება სათანადო წმენდით, ნეიტრალური დეტერგენტით, თბილი წყლით და არაბრაზიული ღრუბლით. ყოველთვის გადაადგილდით დასრულების მიმართულებით, მოერიდეთ ფოლადის ღრუბელს. ის ტოვებს თავისუფალი რკინის ნაწილაკებს და ამძიმებს მდგომარეობას. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სპეციალური პასივატორი უჟანგავი ფოლისთვის, რომელიც აზოტმჟავაზეა დაფუძნებული.
ყოველთვის დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქციები პასიური ფენის აღსადვიანად. თუ დეტალი კვლავ სწრაფად ილაქება, განსაკუთრებით თუ ჩნდება პატარა ორმოები, გადახედეთ გარემოს, მაგალითად ქლორიდების არსებობას ან საწმენდის საშუალებების გამოყენებას. და დაუკავშირდით მომწოდებელს, სთხოვეთ ქიმიური სერტიფიკატი. და თუ შემადგენლობა მიუთითებს 200 სერიას, რომელიც იყიდება როგორც 304, გააქვთ ტექნიკური საფუძველი, რომ მოითხოვოთ შეცვლა. საბოლოო ჯამში, როდესაც უჟანგავი ფოლადი ჟანგდება, ყოველთვის ვერ ვიტყვით, რომ ის ყალბია, მაგრამ ალბათობა იზრდება, როცა გამოყენება ტიპურია 304-ისთვის. მოულა სწორად მიმდინარეობს და მაინც ჩნდება პატარა ორმოები და გამძლე ლაქები. პროექტირების განსხვავება 304 ფოლადსა და ბევრ 200XX შორის ხსნის, რატომ არის ყალბი 304 უფრო მგრძნობიარე. და თავარი არის კარგი პროექტის და გარემოსთვის სწორი მარკის შერჩევის, შესაბამისი დამუშავების, სწორი გაწმენდის და უპირველეს ყოვლისა, შეძენამდე ნომენკლატურისა და შემადგენლობის გადამოწმების კომბინაცია. ამ ზომების დაცვით უჟანგავი ფოლადი ისევ იქცევა იმ მასალად, რაც მეცნიერებამ მოგცა. გამძლე, ჰიგიენური და კოროზიის მიმართ მდგრადი ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, გაითვალისწინე წევრად გახდომა, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მომიხსენიოთ. და თუ გინდა მეტი, მნიშვნელოვანი და ტექნიკური ინფორმაცია მიიღო უჟანგავი ფოლადის შესახებ, მობილურით დაასკანერე ეკრანზე არსებული QR კოდი ან დაატლიკე ვიდეოს აღწერაში მოცემულ ბმულზე. ისინი გადაგიყვანენ ნამდვილ უჟანგავი ფოლადის ვებგვერდზე, საიდანაც წამოვიდა ამ ვიდეოს შთაგონება და ინფორმაცია. იქ შენ ნახავ ბევრ მნიშვნელოვან ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება, რომ პრობლემები არ შეგექმნას შენს უჟანგავ ფოლადთან. და შენ ოდესმე ქონია უჟანგავი ფოლადის დეტალი, რომელიც დაიჟანგა. იცოდი, რომ შეიძლება სპეციფიკაციის მიღმა მასალა ჰქონდეს ნაკიდი. გააზიარე შენი გამოცდილება კომენტარებში. მინდა ვიცოდე. აქ გვერდით. აქ არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომელიც უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყარეობა. და თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის შეტყობინება და იფიქრე არხის წევრად გახდომაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.